απλά φουρτουνιασμένος, τα κύματα είναι τεράστια. Λέγαμε απίστευτη εικόνα πραγματικά. Είναι και εικόνες του ποταμού επανομής και στην Αγία Τριάδα. Το θαλασσινό νερό σπρώχνεται από τα πολλά μποφόρ πολλά μέτρα μακριά από την ακτή. მოგესალმებით პირდაპირ ზღვიდან. ახლა ვიმყოფები სალონიკისკენ, კიმენის მხარეს, სადაც მეორე თევზსაჭერი პორტი არის. და მაინტერესებდა თუ აქ რამ ხელაზე ამოიწია წყალმა და ნუ რა მოხდა შტორმის შედეგად. საკმაოდ დიდზე იყო ამოსული, ახლა რასაც უყურებ, ახლა განახებთ მეც მაგ ადგილებს. ნუ აქ უყურებთ ახლა ზღვას და წარმოიდგინეთ რამ ხელაზე იყო ამოსული წყალი. ახლა ვაფერთ გადავაზემოთ. აქამდე იყო ამოსული ზღვა. ახლა ცოტა ზემოთავალ და იქიდან განახებთ. უფრო თვალსაჩინო რო გახდეს ეს. ნუ ხედავთ რამ ხელაზე არის აქ ამოსული, ეს არის სადანვე სამოაღწია ზღვა. ზღვა კი აქედან საკმაოდ შორს არის, დაახლოებით 10-12 მეტრი არის. ნუ დაახლოებით 10-12 მეტრაზე არის ამოსული აქეთ წყალი. ეკლესიამდეც კი ამოაღწია, განახებთ ახლა რამ ხელაზეა წყალი ამოსული. აუ ესე შტორმი იქით იყოს და წამოსასვლელად აქ წვადების შესაწყვეტად და ვიკენდის გასატარებლად ძალიან მაგარი ადგილი არის. აქეთ ზღვა, იქით ოლიმპო. და ნუ შესანიშნავი ხედები არის. მე ქარის დროს ვიყავი ხალასტრის ზღვაზე. ნუ სადაც გადავიღე რა ხდებოდა ქარის მომენტში. ნუ ბევრი არაფერი, იმიტომ რომ აქედან უბერავდა ქარი. მაგრამ ქარის სიძლიერემ გამორიყა ძალიან ბევრი ნავები და გემები. ეკადრები გადაღებული მაქვს და მაგასაც ჩავსვა. ეს ეკლესია და წარმოიდგინეთ წყალი აქეთ გადმოვიდა ნახე. და მე ახლა განახებთ რამ ხელა კედელი არის ეკლესიასთან. და ანუ ის კედელი გადმოიარა და აქეთ გადმოვიდა. ჯერ აქ აურობა ხო დააბინძურა და ანაგვიანა და რაც კი რამენა გავიყო ყველაფერი აქ ამოიტანა. ეხლა მოვალ ეკლესიასთან და განახებთ. ესეც ეკლესიასთან ამოტანილი ნაგავი. ზღვიდან, ზღვის სცენარეები. ვაკეთ ხარეს ბერჯორა ნამყოფი. მაგრამ ცოტა იქიდან ოლიმპოს მხარეს არ გადავსვლოთ. ეხლა ვაპირებ გადასვლას და ვნახავ რა ხდება იქითაც. გადმოვიდი ცოტა აქეთ მხარეს და გავუშვებ დრონს. და ნუ განახებთ რამ ხელაზე იყო წყლის დონე აწეული. ალბათ 1-20 მეტრა, მე არა რა 20 მეტრს უფრო მეტი არის. დაახლოებით 20 მეტრაზე მეტი არის წყალი აწეული. ეხლა დრონს გავუშვებ და უფრო კარგად გამოსდება. რამ ხელაზე არის აწეული და კონც ხედავთ იმედია. ეხლა გავუშვებთ რომ გაიგოთ უფრო უკეთესად როგორია. ეხლა ცოტა აქედან გამოვიყვან რომ ნახოთ რამ ხელა არის მანქანა. ნუ ადვილად რომ მივხვდეთ რამ ხელაზეა ამოწეული წყალი. ნუ აქ ვიმყოფები მე მანქანასთან. და ნუ ეს ზოლი რო ჩანს, მაგამდე იყო ამოწეული წყალი. ეხლა ცოტა იქით გავუშვებ და უფრო მარტივად მივხვდებით.
რამხელაზე ამოიწია წყალმა. ჩვენ დრონიც მოვიდა. და წავიდეთ, გადავიდეთ ცოტა იქით კიდე. ნუ მოვედით აქ და ესეთი ადგილი დაგვხვდა. განსაკუთრებული ისეთი არაფერი. უფრო მეც ველოდებოდი. მოდი ახლა ისევ დრონს გავუშვებ, ისევ დრონის იმედზე დავჭი, სხვა გზა აღარ აქვს მაინც. იქნება რაიმე საინტერესოს წავაწყდეთ. დრონიც გავუშვით, გადმოხვედეთ ადგილებსაც. ფოტოშორი ძალიან ლამაზი ადგილია, ღირს ხელმეორედ მოსვლა აქ და გამოსეირნება. სანდრა, მოდით აქეთ. ელა, მოგეწონა ეს ადგილი? და. მოგეწონა? ხო. კაია? კიდე მოვიდეთ? კი. ცოტა არ იყოს მომში და წავედი ახლა ბავშვებს დავტოვე სახში, იმიტომ რომ ბავშვებთან ერთად გადაღება ცოტა ძნელი არის, მაგრამ ეხლა წავალ. ნუ როცა ქარი იყო, ვიყავი და გადავიღე ის მომენტები, როდესაც ქარი იყო, მაგრამ ეხლა მინდა წავიდე და ვნახო საბოლოო შედეგი თუ რა მოხდა და რა მხელაზე აიცია ზღვის დონე. ახლა განახლებთ აქაურობას. გასაჩერებლად არ მოვედი უბრალოდ განახლებთ. თუ როგორ არის ჩამონგრეული. და გადავალ და სადმე კაი ადგილას გავჩერდები ნორმალურად. ნუ ეს ადგილი ვაფშე წაიღო. მიანგრმოანგრია აქაურობა. ისაც ვაფშე სულ ჩამოშალა. ნავებიც ნახეთ ამ მდგომარეობაში არის. ეს წვიმის შედეგად არის. ეს ახლა რასაც ხედავთ, ეს წვიმისგან არის. და ესენიც ვაფშე განადგურა აქაურობა რა. შიგნით საწყობები, ერთდროს საწყობები. ასე გამოიყურება. დატვორილია თან და ჩამონგრეული. ნუ საშნელი მდგომარეობაა, აქაც ცოტა ზარალი არ ნახეს. ნუ იქით რო გადავალ კიდე კოხებისკენ, იქით ნახავ ახტება. აქეთ ყველაფერი განადგურებულია, ჩამონგრეულია ყველაფერი. ნუ ეს რაც იყო აქეთ გადავიღე, ეხლა გადავალ მეთევზეების კოხების მხარეს და ვნახავ რა მხელაზე იყო წყლის დონე აწეული და რა ზარალი მიაყენა მათ. ნუ ზოგისთვის შეიძლება ეს ბევრი არაფერი არ იყოს, ნუ პატარა ნავია ამოტრიალებული და მე რა უარესების მომხდარა, ნუ უარესების მომხდარა. მაგრამ ეს ამ პატარა ნავებით რაც თქვენ ნახეთ კადრებში, ამ პატარა ნავებით ზოგი ოჯახს ინახავს და ზოგს პატარა შვილები ყავს და ამ ნავზე იყო დამოკიდებული მისი ყოველდღიური შემოსავალი. ნუ ეს იგივე სიტუაცია არის. ნუ ახსნა განმარტების გარეშე რომ გამოგაგდო სამსახურიდან და ცოლ-შვილი დაგჭეს შესანახი. შეიძლება კიდე კადრებში არ ჩანს ეგრე ძალიან. არა თვითონ სიტუაცია
არ არის სახარბიელო. მოვიდი ახლა და რამხელაძე იყო წყალი ადიდებული, ვერ დაიჯერებთ, ხელაზეა ამოსული. ნუ ჩემ პრაქტიკაში დაახლოებით 7-8 წელია აქ ვარ და ამ ხელაზე ადიდებული ზღვა მე არ მინახია. ეხლა შემოვატრიალებ კამერას და განახებთ საკუთარი თვალითაც რომ ნახოთ. ნუ ეს არის სამანქანო გზა. და ეხლა ნახეთ ნაგავი. ანუ სადამდე იყო ამოსული ზღვა. ხედავთ. და ჩვეულებრივ მანქანებსაც შეერებენ და სახლები არის. ეს ნაგვისურნებიც ამოუყირავებია აქეთ. რა თქმა უნდა ამოაყირავებენ, ხელაზე იყო წყალი დაწეული. ნუ მოდი მე ხან ელანელა აქედან გავუყვები გზას და ნახავ და სადაც რამე საინტერესოს წავაწყდები, გავჩერდები. ნუ რაც ნახეთ ეს არის. ნუ დრონში რაც გამოჩნდა ეგ არის. ნუ დანარჩენი კიდე ქარის დროს რაც მაქვს გადაღებული მანდ ჩანს და არაფერი არ შეცვლიდა და უტყუილად აღარ გადავიღე ხელმეორედ. ნუ საერთო ჯამში გადავიღეთ კლიანი დელტა აქსიოქსის ტერიტორია, კიმენა და ხალასტრა. ნუ სალონიკის თევსაჭერი პორტები სადაც არის. და ეს მდგომარეობა არის. ნუ შეიძლება რამე კიდე გამოჩნდა და ფიზიკურად ვეღარ გადავედი. ისედაც ძალიან ბევრი ვიარე, თან ბავშვებთან ერთად ვიყავი და ცოტა გამიჭირდა გადაღება. ეს ჩვენი გამორიყული გემი, რომელიც მოწყვრა თოკიდან და გამორიყა გარეთ გამოაგდო. საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო, გააგლიჯა ყველაფერი. ეხლა უკვე წავალ სახლისკენ მეც. ნუ ისეთი გადასაღები არაფერი აღარ არის, რაც გადასაღები იყო, ყველაფერი გადავიღე. ქარის დროსაც და შემდეგ თუ რა ზარალი მიაყენა ქარმა ეგაც გადავიღე. ნუ თითქმის ყველაფერი გადავიღეთ, აზრი არ აქვს. ნუ აღარ აქვს გადაღებას, ისეთი არაფერი აღარ არის. ნუ ვიყავი ქარის მომენტშიც მოსული და გადავიღე სიტუაციას, თუ რა სიტუაცია იყო აქ. და ეხლა მოვედი პროსტა მაინტერესებდა, რომ რა ზარალი მიაყენა და რამხელაზე იყო აწეული ზღვის დონე. და ნუ ეს ყველაფერი ვნახეთ და ნუ არც თუ ისე პატარა ზარალი არ მიაყენა მეთევზე. ესეთი ქარი იმედია აღარ გამეორდება, ნუ ამდენი ხანია მე აქ ვარ და ესეთი ნუ ქარი კი მინახავს, მაგრამ ზღვა ამ დონეზე ადიდებული მე არ მინახია, სადღაც 7-8 წლის განმავლობაში. მაგრამ აქ ამ ადგილას, ნუ ძველი მეთევზეები ბუნებიც არიან, აქ 20 და 30 წელია. ამბობენ, რომ ამ დონეზე აწეული ზღვა არ გვინახიაო. და რა ვიცი, იმედია აღარ გამეორდება ეს სიტუაცია. მე აქედან დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. გამომივიდა დღეს სეირნობაც და ასე თუ ისე იმედი მაქვს, რომ ვიღაცას რაღაცა ინფორმაცია მივაწოდე. და თუ მოგეწონათ ვიდეო, მოიწონეთ, არ დაგაუწიოთ არხის გამოწერა და დააკომენტარეთ თქვენი აზრი დროებით.